თავისუფალი დემოკრატებისთვისაც მოულოდნელი იყო. ზურა აბაშიძე აცხადებს, რომ ამ კუთხით მათ კომუნიკაცია თავდაცვის სამინისტროსთან არ ქონიათ. მე შეგახსენებთ, რომ 5 ბრალდებული, კაბელების საქმეზე ბრალდებული ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა გირაოჟს გარეშე. ამას პროკურატურის მხრიდან პროტესტი მოყვა. მან განაცხადა, რომ ეს შესაძლოა გამختارიყო იმის საბაბი, რომ მათ გაეგრძელებინათ ზეწოლა მოწმეებზე, თუმცა ეს არგუმენტაცია სასამართლომ არ გაითვალისწინა. სასამართლოს არსებითი განხილვა უკვე 3 სექტემბერს გაგრძელდება და სწორედ ამ პერიოდში გადაწყვეტ სასამართლო არიან თუ არა ბრალდებულები დამნაშავეები. მადლობა გურამ, ეს გურამ რო გავაიყო რეკლამის შემდეგ საფინანსო საკითხებს სტუმართან ერთად დავუბრუნდებით. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საიდე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. მხოლოდ ამ ზაფხულს დირსიში ყველა სამოთახიანი ბინის მფლობელი დასაჩუქრდება ავტომობილით. შეიძინე ბინა მარტივი იპოთეკური სესხით. დირსი, მოლოდინზე მეტი. დაგვირეკეთ 274 04 04. 2015 წლის 29 ივნისიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი გაგრძელდება და ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონს დაფარავს. ვისაც გაქვთ მისწრაფება, წამოიწყოთ ახალი ბიზნესი, მიაღწიოთ წარმატებას და ამით დაეხმაროთ საკუთარი რეგიონის განვითარებას. საშუალება გეძლევათ მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და დაფინანსება 5000 ლარამდე. წარმატებული რეგიონი, ძლიერი ქვეყანა. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მეწარმეობის განვითარების სააგენტო. თუ ვინმე სასესხაფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად, ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. TBC ბანკის ახალი სერვისით შეგიძლია პირდაპირ გადავუწყობილი ყველას მისი ნომერიც იცი. მაგალითად ოთოს, ერთად მუშაობთ. ნულცასაც, ოთოს შეყვარებულს, შენი კლასელი იყო. ნუსას მეზობელ ერეგლესაც დაეხმარებინი. მეგობრობთ. ერეგლეს დაცვამ გაიცა. სოფო. ნორმან ვეიცის წიგნი რომ თარგმნა. ნორმან ვეიცის ნომერსაც გაიგებ სოფოსგან, მაგრამ ვერ გადაურიცხავ, რადგან ქართული ნომერი არ აქვს. გადაურიცხე ყველას, ნორმან ვეიცის გარდა. TBC ბანკი. გადარიცხე პირდაპირ მობილურის ნომრით. დააგროვე ქულები და მიიღე საჩუქრები. რთულია რეცხვა არა? დიახ. შენს მაინსტურს თუ დავაგვირდებით არ ზედიკოსთვის იქნება ადვილი მისი გარეცხვა ხომ ასეა? არა, ეს არ არის სიმართლე. სორეცხვის მანქანა გარესხავს მას. ნეტა ნამდვილად მარტივი იყოს, მაგრამ ასეთ ლაქას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება. ახალ სარეცხ საშუალება დაიც არ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა. წამომღებით. მოდით ვცადოთ. მხოლოდ ერთი ჭიქა საკმარისია. რეცხვა 40 გრადუს ცელსიუსზე აბრეშუმის რეცხვის რეჟიმში. როგორია? კატკატა თეთრი. ყველანაირი კვალის გარეშე. ტაიდის ახალი სითხე იდეალური სისუფთავე ერთი მარტივი რეცხვისას. ყურადღება. Vivus G გთავაზობთ ყველაზე დაბალ პროცენტს ყოველ განმეორების სესხზე. პირველი სესხი კი კლავაც უპროცენტოა. მოითხოვე ახლავე და მიიღე თანხა სულ რაღაც 15 წუთში. Vivus G. ფული თანამედროვე ხალხისთვის. შეგაწუხათ სიცხემ. შეიძინეთ ვესტელის კონდიციონერი ტურბოგაგრილების ფუნქციით. 23 აგვისტომდე ისარგებლეთ 300 ლარამდე ფასდაკლებით და საჩუქრად მიიღეთ 100 ლარის ღირებულების მონტაჟი უფასოდ. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ეს არის ქრონიკა 8-ზე ვუბრუნდებით დღის მთავარ თემას სტუმართან ერთად ფინანსთა ყოფილი მინისტრი მირიან გოგიაშვილი უპასუხებს ახლა ჩვენს კითხვებს. საღამოშიდობისა ბატონო მირიან, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.
ბოლო თვის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი, დღეს მდგომარეობით მან 6%-ს მიაღწია. ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება ექსპერტების ნაწილისთვის გასაგებია, მაგრამ მიუღებელი. რადგანაც ისინი საუბრობენ, რომ ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის რეგულირება არჩია ეკონომიკურ ზრდას. თქვენ ეთანხმებით თუ არა ექსპერტების ამ შეფასებას? ჯერ ერთი ეროვნული ბანკის კონსტიტუციური მოვალეობა არის და კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომ ინფლაციის მაჩვენებლები იყოს უპირველესი, სამწუხაროდ ესე არის კონსტიტუციაში გაწერილი. შესაბამისად, ეროვნულ ბანკმა სწორედ იმოქმედა, თუმცა მე ვიტყოდი, რომ კიდევ არასათანადოდ იმოქმედა, მისი ქმედებები ხშირ შემთხვევაში არის დაგვიანებული და რეფინანსირების განაკვეთი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო, მისი ზრდა უფრო მეტი უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ, თუნდაც გატოლებული იყო ბანკთა შორის აუქციონზე ბანკთა შორის მისესხების მაჩვენებლებს. იქ საკმაოდ დაახლოებით 1%-იანი სხვაობა არის კიდევ 0.7 და 1% სხვაობა არის კიდევ იმისთვის, რომ დაეწიოს ბანკთა შორის სესხებს. მაგრამ ამ შემთხვევაში მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო რეფინანსირების განაკვეთი არის დაგვიანებული და პირიქით უფრო ადრე უნდა გაზრდილიყო, სავარაუდოდ უფრო მეტად კიდევ. კი ბატონო, აბა იმ ექსპერტებს რას პასუხობთ, რომლებიც თვლიან, რომ მაინც მიუღებელია ეს გადაწყვეტილება? იმ ექსპერტებს შემიძლია უპასუხო, რომ პირველ რიგში ისინი არასრულფასოვნად აფასებენ სესხების პოლიტიკას